ეს მოტოსფეროა უდაბნო რალიდან. მოკლედ დღეს არის 9 მაისი და დღეს გვაქვს იმის ბედნიერება, რომ რამდენიმე რაღაცას ველოდებით ახლა ამ შაბათ-კვირას რა. ეს არის უდაბნო რალი, სადაც ახლა ვართ. ვისაც ტალახი და ტყეღრე და სიგჟები გიყვართ იმ ადამიანებისთვის. ასევე არის დრაგის კვალიფიკაცია და ხვალ იქნება დრაგი. კიდევ არის რუსთავში დრიფტი და კიდევ ერთ რაღაცას ველოდებით, გააწითლებს თუ არა უკრაინა ისედაც წითელ მოედანს მოსკოვში და რა ვიცი, აი ესეთ მოლოდინებში ვართ და ვნახოთ როგორ გამართლდება ჩვენი მოლოდინები და როგორ დასრულდება დღევანდელი და ხვალინდელი დღე. სანამ წავალ და ტყლაპოებში ფეხებს ავიზილავ. ტყლაპოა. ტალახია. კაია. ეგ არის. იქამდე აგერ კაი ცივლუც გიახლებით, თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო გამომწერებო და ჩემო მომავალო გამომწერებო, ვისაც შეგიძლიათ ეხა დააკეცოთ ეს ჩაკეცოთ ეს ვიდეო, დააჭიროთ subscribe-ის ღილაკს, თქვენც მოყვებით ამ სადღეგრძელოში ავტომატურად. გოგოებს შეგიძლიათ მობრძანდეთ, მიიღოთ ზაგარი, აქაც დრაგზეც ძალიან თავისუფლად და ეხა მე არ მეტყობა, იმიტომ რომ მე ისედაც შავი ვარ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ დაიზაგროთ. ამასთან ერთად შეგიძლიათ მირთვათ ძალიან კარგი ლუდი და გაღერწოთ აი ესეთი გემრიელი მწვადი. და ესეც ჩვენი მუკბანკი, თუ მუკბანგი თუ რა ქვია. შეგიძლიათ ყველანაირად ისიამოვნოთ, ასე რომ ვინც აქ არ ხართ, ძალიან მწუხა, იმიტომ რომ ძალიან გემრიელ რაღაცებს აკლდებით ხოდიში. Stack it up till it can't fold, huh? I just did 10 in a row, huh? I just did 10 in a row, huh? I just did 10, gotta go, huh? Stack it up till it can't fold, huh? I just did 10 in a row. ტალახის აბაზანები, რომელიც არის ძალიან სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის, შეგიძლიათ მოუბრძანდეთ. აი აქ ბიჭებმა იზრუნეს იმაზე, რომ ძალიან დიდი აუზი გაეკეთებინათ ტალახის და შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჩაწვეთ ოღონდ რბოლის შემდეგ, იმიტომ რომ იქამდე აუცილებლად ვიღაც გადაგიჯლიგინებთ ზედ და ჯობია რომ ვაიმე როგორც ხელა უკვე გაშრა ეს ტყლაპო. ჯობია რომ რბოლის შემდეგ ისარგებლოთ ამ სერვისით, რომელიც დაგხვდებათ აი აქ. რამდენიმე დისციპლინა შეტარდება აქ. შეჯიბე რაღაც მანქანები, ბაგები, კვადროები, მოტოები და ფეხით. აი ეს ფეხით ვიღებ მე მონაწილეობას, იმიტომ რომ არც ბაგი მყავს, არც ენდურო მყავს, არც off-road-ისთვის აწყობილი მანქანა მყავს და აი ეს ფეხითაც შეგიძლიათ ნახეთ რა ლამაზია. იასამნებში და თან მითხრეს რომ იასამნის ბუკეტიო ძვირიაო და მოუკრიფო მეც რაღაცა და შემდეგი ეტაპისთვის ვიყიდი ენდუროს და იმით გამოვალ შეჯიბრზე. Yeah, I'm so fresh like the morning, mouth wide open like they yawning. Every time they see me, they in G-Drive. Homie, this is too far. Homie, I feel too alive. You can see me like Illuminati. You can see me like Illuminati. რა ხდება რას განიხილავთ? განვიხილავთ Rally Roadbook-ის რიდერის, ანუ აპლიკაციის ხარვეზებს და რამდენად ხარ იმას დამოკიდებული, რომ ხო, ტექნიკურად პრობლემები არ შეგექმნას. რა, იმიტომ რომ ჩემსაც მაგალითად პრობლემა რა შეექმნა, ოდომეტრი არ ითვლიდა ჩვენებას და ბრმად დავდიოდი. იმიტომ რომ თავარი მუღამი ისიცი, რომ რაღაცა კილომეტრაჟის მერე რაღაცა მოქმედება უნდა გააკეთო. ხო, 100, 200. მაი ზუსტად მაგას ვერ ვითვლიდი რა. ვიყავი ბრმად. მე უყურებდი უბრალოდ რუკას, რომ რამე მეცნო ირგვლივ და მაგის მიხედვით მე მოძრავ. ჯამურად კაი იყო, პირველი გამოცდილება იყო, მაგრამ გაასწორა ძალიან. მაგასაც ვისწავლი რა და ალბათ ეგ არის თემა, რომ წინა დღეს მაინც რაღაცა კაი ტაქტიკა. რაღაც random roadbook-ი უნდა ნახო და იმით იმოძრავ და ნახო რამდენად კარგად მუშაობს რა. რავი, დამაკალდა მე არ მეყო, არც ტრეკის სირთულე, არც რუკის მანძილი, რავი რა, კაი იყო ეხა not bad. ხო და რავი რა, ნორმალურია რა, უფრო რთულ ტრეკს ვისურვებდი, ან მოტოებისთვის რომ რაღაცა პატარა ცვლილება იყოს და ეხა მანქანის გზაზე არ მატარომ რა. ხო, მე რაც დავამუღავ არის აუცილებელი hard enduro, მაგრამ ნუ რაღაც ტექნიკური ელემენტები. გზა იყო ყველგან რა, მარშრუტად ანუ აი რაღაცა 1 კილომეტრი გადავედით მინდორში ალბათ, სადაც არაფერი არ ჩანდა და მე პროსტა უნდა რუკის გრადუსი, კომპასის გრადუსი საჩავარდებიან ტალახში რომ მივიდეთ და იქ რა ბოლოსკენ იყო ზღვის პირზე რომ მოდიოდი, რაღაც დიდი ესეთი მოშნი ტალახები, მაგრამ ნუ აულიდი რა, ბევრი ასავლელი ქონდა. საბოლოო ჯამში რა სიტყვია, როგორ საბოლოო ჯამში ყველგან შენ ხარ
ხარჯმაო. ენდუროზე გამოვედი იქ სეზონის გახსნაზე, იქაც შენიყავი. აქაც ხვალე დრაგზეც ხوار გამოდიხარ. სპარტა შორის ხვალ დრაგზეც ვარ და დრიფტზეც. მართლა. ხო, და ის დრაგის სპონსორი ვარ ერთ-ერთი. ოპა. უბრალოდ დრიფტის და დრაგიც რომ ანდოია, იქაც ვიქნები რა, რაღაც წვლილს შევიტან. დრაგზეც იქნები. დრიფტის ეტაპია საქართველოს ჩემპიონატის პირველი და შეიძლება შენ მაყურებელს არ აინტერესებს, მაგრამ ძალიან კაი შოუ იქნება. ისეთი ლოკაცია აირჩიონ, რომ იქეთ გადავიდენ დრაგი ჩანდეს, აქეთ გადმოვიდენ დრიფტი. იქ არის ეგეთი ისეთი. იქით საჭიროა. ხო, ანუ რაღაც ისეთი შაბათკვირა დაგვემთხვა რა, აქეთ რაღაც უბრალოდ იქით მე დრაგი, დღეს კვალიფიკაციაც არის, მე დრიფტი და შენ იყავი თუ მიდიხარ ახლა თუ? არა, მე ახლა ვიდეოში კი დღესვე მივალ, მაგრამ ისე ხვალ. მინიმუმ ეს საერთო ინტერესების მქონე ხალხს რო ნახულობ და რაღაცა ძალიან კაი ლუდი და მწვადი და ჭამასმაზე ეგრევე. სპორტა შორის ერთ ლუდს მეძავლევდი ხა. მე გავატაროთ. არ ვარ, მაგრამ გავატაროთ მე. რაღაცა ისეთი გარემოა რომ ერთ ლუდს დავრაიდან ბრეცელებს ხედავ აქედან. всё, ეხა ჩვენ გავწავალთ, დავლევთ და შემოგერთებით მთვრალი პოდკასტიდან. წავედით და აქედან რატის ბარში ვარ. უდაბნო ბარი, უდაბნო. ხო, რაღაც ეგეთი რა, მოვიფიქრეთ სახელს. დაშვებით როგორი არეთ? ცუდად. რატო? პირველად ვიყავი რა. დაიკარგეთ? უკა რაღაცა წიგნი, რავი, რაღაც გამოცდები ჩავაბარე. გეოგრაფიის გაკვეთილები გეოგრაფიას კარგად ვწავლობდი, მაგრამ რუკა ცოტა რთული იყო რა. ია რა კარგი. ნაირეპეტიციო. კიდე აიღო, მაგალითად ეს რუკა აიღო, თავიდან გაირეპეტიციო. მე კიდე აიღო, კიდე თავიდან სხვა რუკა აიღო, გაირეპეტიციო და ეგრე და. ნუ ეხა მაგდენი დრო არ არის რა. მაგდენი რომ ესწავლა მე სხვაგან ვიქნებოდი. დრაგინე ხცუდოთ ხარ. არა, ეხა არ ვარ ცუდად, მაგრამ ნუ იქით მეცნიერებაში ვიქნებოდი. რაღაც მაკეთ ვიქნებოდი რა, კვლევებს ჩავატარებ, ცდებს ჩავატარებდი რა. ტრასის სირთულე როგორი იყო? კაი ტალახიანი კი მოხვედი და. არა, ეს არაფერი არ. ძველი. ტრასა რთული არ იყო, არანაირად. აი საერთოდ არსად არ გავჭედილ ვართ და არაფერი რა. ბაგზე ეგრე არის, რა სწრაფად უნდა იარო უფრო და ესე ექსტრემალურად. შემდეგ ეტაპზეც გამოდიხარ. სავარაუდოდ კი თუ ვისწავლე ოღონდ რა. რუკა. ეხა ვარ ოროსანი. რუკაში ანუ ორიანი მე. დაჟე ხუთები ხო აი ხა სხვა სისტემა, მაგრამ იმენა ორი. Action Pro ჩვენი მეგობრები არიან ოდითგან. რა გახსოვთ? შვენიერ, ჩვენც აი ესო მეგობრობთ და სტუდენტობი. აი ახლა ახალი პეტრიჩკა ცოტა დაუთვერი რა, მზამდები დაურია და ახალი პეტრიჩკა მზეს მოერიდე ცოტა. არ გაგისწორდი. წარმატებები და რა ვიცი, აბასაით აქეთ მოდი. ბიჭო, ანუ მე რა პრობლემა მაქვს? ეხლა შენ დადგები ჩრდილში და გამოჩნდები კამერაში და მე ისეთი შავი ვარ, რომ ჩრდილში რო ვდგები. ეს არის შენი არხი? კი. გამოიწერეთ. სადაც YouTube-ზე თუ? YouTube, Facebook. ყველგან ხარ უკვე მოდებული ხარ? Facebook-ზე მე და შენ მესენჯერიც გვაქვს. ხო, მაგრამ ხო და რა ვიცი, გამოიწერეთ, მავანის არხიც გამოიწერეთ, ჩვენი არხიც გამოიწერეთ. ყველას არხი გამოიწერეთ, ვინ შეგხვდება. თუ დაგევასებათ, ბაზარი არ. ძალით ხوار გამოვაწერეთ. ხო არა, ძალით არავინ არაფერი არ გამოიწერეთ, მაგრამ რახანს გვიყურებთ და ესე არ ჩაატაროთ, თუ მოგწონთ ექსპერო ან ვიდეოს ზოგადად უყურებთ ხოლმე 2-ჯერ არ 1-ჯერ გაქვთ ნახი, ჯობია გამოიწეროთ. თუ ესე იგი მაყურებელი ხარ იმ არხის. ჩვენთანაც აი 75%-ს არ აქვს გამოწერილი არხი. ეგ სუეგრე. ხო და რატო ძმო დააჭირე რა. მა ეხვეწო. ეგრეა ქართველი. ლები ვართ, ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები რა. დაჭერა გვეზარება, ხო? Subscribe. ტაშის დავკრავინე. თითი ძმო ესე კი არ არის. ადგეს თითი გაგანასკა. და ამოძრაო. ეხა უკვე ეს თითი ტელეფონზე. ხო. მარტივად გავ. მე ტელეფონზეც ესე. წარმატებებს გისურვებ YouTube-ზეც, აქაც ყველგან, რავი, სადაც წავხვალ. შენ. ძალიან არ მინდა რისკზე წასვლა. ხო, არა, მესმის ყველანაირად, მაგრამ გეუბნები, ხო? ყვარა ხარ რა, იმენა. შემდეგზე იმად დაგიჯდებით, რა ქვია იმას? შტურმანად. თუ რაღაცა ეს ვიდეო მივცეთ და თავიდან ჩავოთვლევინოთ. შენი გავლა.
ალია თუ რაღაცა შემოხდა. ხო გახდა ისე. რაღაცა ყვითელი ის იყო არსება. იმედია კალია იყო, სხვა არაფერი. საბოლოო ჯამში მე ესე შევაფასებდი რა, რომ ახალია, ახალ წამოწყებულია, როგორც ვიცი მესამედ ტარდება. ნელ-ნელა ყველაფერი აუცილებლად დაიხვეწება რა, რაც ყველაზე მთავარია, რომ ტარდება. აქტიურობა არის და ყველაზე მთავარი ალბათ დღესდღეობით ეგაა, რომ უფრო მეტი და მეტი აქტიურობა იყოს და დანარჩენი აუცილებლად დროსთან ერთად ყველაფერი დაიხვეწება რა. მთავარი კიდე აი ეს გარემო არის, რა გარემოც აქ იქმნება ხალხი და ტექნიკა, რომელიც ესე ძალიან გვიყვარს და დანარჩენი უბრალოდ დროის ამბავია ჩემი აზრით რა. როგორც მაყურებელი უბრალოდ ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ადგილიდან შეიძლებოდეს უფრო დიდი მონაკვეთების დანახვა. დანარჩენი რავი, ალბათ უნდა შეაფასონ იმ ადამიანებმა, ვინც გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს. გადმოვედით მოკლედ, აი დრაგზე ვართ. დრაგ ზოგადად ხალხი არასდროს არ აკლია ხოლმე, წელს რაღაც ისეა, რომ აქ ვიყავით ხოლმე მიჩვეულები, რომ ძალიან ბევრი ხალხი იდგა, თუმცა ახლა ტრიბუნაზე არის ხალხი და აქეთ მონაწილეები, მისი გუნდი და რამდენიმე ადამიანი არიან. წელს დრაგზე სიახლეებია რაღაც ცვლილებები არის. ყველაზე მეტად რაც იყო ხოლმე სადაო დრაგის დროს ეს პრობლემა გამოსწორდა, ჩამოიტანეს მოწყობილობა, რომელიც უკვე თვითონ განსაზღვრავს იყო თუ არ იყო ფალსტარტი, ვინ დაისტარტა პირველი, ვინ მეორე, ვინ გაიმარჯვა და ასე შემდეგ, ასე რომ მცირდება უფრო ადამიანების ჩართულობა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში და შესაბამისად უფრო ნაკლებად იქნება ხოლმე სადაო რაღაც მომენტები რა. რაც ჩემი აზრით რომ კარგია და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის და დანარჩენი ვნახოთ აბა საინტერესო გამომსვლელები არიან აქ და ჯერ აი კრუიზერების კლასი მიმდინარეობს და ნახოთ, გაველოდოთ მოვლენებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეკრანიდან ამის ხურებას, მიუხედავად იმისა, რომ მენახვევი მომაკლდება, ჯობია რომ აქ იყოთ და აქედან უგულშემატკივროთ აი ამ ადამიანებს, რომლებიც არიშურებენ ძალას, რომ აი ეს ყველაფერი ხდებოდეს და ქართული მოტოსპორტი ნელ-ნელა კიდევ წინ და წინ მიდიოდეს რა. მიხარ. რავი შენ როგორ ხარ აშვები? პასუხი წინასწარ გამიცკო? უძლებ. სულ რა ხდება, როგორ მაგარია ხდება? შუქის არის მაგარია, დროებიც იწერება, просто გვერდიდან არ ჩანს. და მე შემდეგ დრაგზე დიდ მონიტორზეც გავუშვებთო დროებს. ანუ ჩაივლის თუ არა, მეტყვი რა დრო. სიჩქარე ხალხი. სიჩქარეც და დროც. ხო, იმიტომ რომ იქით ბევრი კითხულობდა. რა დროებში დადიან? HDMI კაბელი გვინდა და ერთი 500 მეტრიანი ერთმანეთზე რო გადავაპატ. პაიანიკით. შეერევში. სუხტები და სუხტები. წრიული? წრიული, აბა წრიული. აბა წრიული. უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მგონი გადაიდება. ისეთი შეკითხვა დასვი ახლა შენ. რო ახლა მე უბრალოდ პასუხი გაცემ. აი მე ჯანდაბას გამოვედი. რობანა, კოდუა, ერიკა. კოდუა გამოდის? ხო. კოდუა. წრიულზე არ დადიან, არც გამოდიან, აბა მე რო გამოვიდე, ამათმა რაღა უნდა კნან. იყო ეგეთი ლაპარაკებიც იქ. ხო, დაჟე? ვა, რა საინტერესოა. მე მაინდა კადრის მერე მითხარი ვიტყვა. შენ დაიწყე ახლა კიდე რაღაც ახალი საქმიანობა ამ მოტო თემაში და ეგეც მაინტერესებს. დავდგი ნასტროიგები. ინდივიდუალური კალიბრაცია. აქ შენი განასტროიგებული მოტოებიც ხომ არ კი, დოლმაზაშვილი მიშო გამოდის, ეხა გამოვა 2036-ით. გრძელბაზაში იყო კიდე ერთი, მაგრამ გრძელი ბაზა არ შედგა. სულ 3 მონაწილე იყო და ჩაიშალა კლასი. თორე სადღაც 1 წამამდე ჩამოწია 100-200 მაგარი შედეგი ჰქონდა. ხო და კიდე ერთი მოტოა 600-ებში, ისიც კახელია. მე მგონი მეორე თუ მესამე დრო კვალიფიკაცია. ვისაც უნდა ამ ყველაფრის გაკეთება Facebook-ზე მოგწერონ, ხო? ხო, კი. მიწერეთ მიხანას Facebook-ზე, მისწერეთ პირადში. და ეგრევე ყველაფერი მოგვარდება თქვენი მოტოციკლეტები უფრო ძლიერი და ისეთი გახდება რა, აი მე მოგწერ მე. Hello, Drag Racing TV, ჩვენ გვერდებით რუსთავის საერთაშორისო ავტომოტოდრომის სადაც ასფალტი არ ვარ მიმდინარეობს. Drag Racing-ის პირველი ეტაპი აშუქებს მოტოსპერო. საქართველოში ყველაზე საუკეთესო თემატიკას აშუქებს მოტოსპერო. მოტოსპორა forever. აგე შუკას გაკეთებ. ხედავ. ოპა! რა მაგარია შუკას გაკეთებ. всё, ვეღარ გამოსწო. აქამდე ამოჭი. მე შუკამ რო გააკეთა, გამიკეთა გოპროს. დავამაგრე 360. ეგ სხვა, ეგ კი.
მიხარია იმდენი ადამიანი გამოდის ამაშიც და ისე უბერავენ რომ ბალელში ყოფთ ყველა მთელი გულით. აი ქალბატონი მონაწილეც დაჟე უმაგრებს თავის კონკურენტს კამერას, ეხა ისეთი დასაფასებელია რა, აბა რა. სხვადასხვა ერთადერთი გოგო და ერთადერთი ტრიუმფი ვარ. ოპა. აი ესე სუმციროსობაში გენაცვალე. ხო, სამაგერო დამსხვრევ ყველა იმას, რა ქვია, სტერეოტიპებს. გენდერულ თანასწორობას ვაწვევი. ტრიუმფზე ბიჭებში, დრაგზე ბიჭებში და ანუ ძალიან ამბიციური. კარგი ქირურგის რეკომენდაციას ხო ვერ მომცემდი. უნდა მოვამრავლო, მოვიზიდო რამენაერად რა, მოდით რა გოგოებო. ჩოდოვალ მარტო ბიჭებში, ჩაგრავე. არა, მე ბიჭებსაც ხო ჩაგრავ ხოლმე შენ. ახლა ვისთვის ახლა რას მიშვება? სპეციალურად. ო, ბიჭოს, ფიზიკი. არა და რამე ხანი იყავი დიეტაზე? ბოლების წინ დიეტაზეა ხომ? ხო და რას დაიკელი აგინაზღაურებ ახლა. ეს ევროპას ლოგია, ეს კი მოტოსფეროა. გამოიწერეთ ამ კაი კაცის არხი, დაუდგეთ გვერდში და განვავითაროთ არხი. როცა გამომწერები გემატება და მოდის უღრიალებ. როცა გამომწერები გემატება და მოდის მეტი ლაიქი და მეტი კომენტარი და მეტი რჩევა, უფრო მოტივაცია გეძლევა რომ YouTube-ზე რაღაც გააკეთო და უფრო მეტი ვიდეო გადაიღო. და მაგ თემაში მე მაგრად მოვიკოჭლე და ასე რომ ცოტა ხელი ჩავიქნესავით გუშინ წინ. გუშინ წინ? 23 ვიდეო. არის, მაშინ ეს ასლარად მომეცი. რა? აი ეგ. ხო, აი მოკლედ გამოიწერეთ ჩემი არხით. თუ შეიძლება? ხო შეიძლება. დატრიალი დაინახე. ცოტა მსუქანი კი ვარ. და არა, ხო მოიცა ცოტა ზვალშვილი კი ვარ, მაგრამ დავიკლებ. რატო არ მონაწილეობ წელს არც წრიგულზე და არაფერზე? შენი პოსტი ვნახე რომ წრიგულს არაპირებ დღეს. წრიულზე იმიტომ არ მონაწილეობ, რომ ის ერთ-ერთი საშუალება რაც გქონდა ცოტა ჯიბე მოკლე ხალხს რომ ხუთ შაბათობით გვევარჯიშა ხოლმე აღარა გვაქვს. ბასარია რა. და შესაბამისად ვარჯიში ორჯერ გაგვიძვირდა. და მე თუ მკითხავ თუ შეჯიბრზე გამოდიხარ კვინაში, კვირაში ორჯერ უნდა ივარჯიშო ადამიანმა და ორჯერ ისეც ვერ ვარჯიშობდით და იმ ერთხელ ვარჯიშობდით და ეხა ის ერთიც რო აღარ არის. აი მაგიტო გადავწყვიტე რომ აღარ გამოვიდე არა ვეღარ გამოვდივარ რა. იმიტომ რომ თვეში რო დათვალო კვირაში ორჯერ ერთხელ რო ივარჯიშო, ყოველ კვირა ერთხელ რო ივარჯიშო, დაახლოებით 700 ლარი მარტო ვარჯიში უნდა გადაიხადო იმ საბურავების და ცოტათი ნაწილების გარდა. ჩემი აზრით შენ გჭირდება ისეთი სპონსორი, ვინც მართლა ვერ შეგდგება, ანუ სერიოზულად. სპონსორი ყავს ახლა? არხს არა, პოდკასტს კი. ვინ არის პოდკასტის სპონსორი? პოდკასტის სპონსორია პიტსტოპი. ძალიან კარგი ხალხი. ძალიან კარგი. მე გეტყვი რა გვჭირდება ზოგადად ყველას. რომ მარტო მე კი არ მყავდე სპონსორი, რომ ყველას ქონდეს მაგის საშუალება. ტრიბუნაზე ხალხი გვჭირდება. აი ტრიბუნაზე როცა იქნება ხალხი, მე თავის თავად ყველაფერი დაალაგდება ნელ-ნელა რა, ასე რომ ვინც ეკრანებიდან უყურებთ ხოლმე შეჯიბრებს და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ იმიტომ არ ვანახებ არასდროს რბოლის კადრებს ისე მასობრივად როგორც ანახებენ, იმიტომ რომ უნდა მოხვიდეთ აქ და უნდა უყუროთ აი აქიდან. ჩამხუts გარეშე არ დაჭდით, თორე ჩემსავით მე რა იქ შრამი დაგჭირეთ. ეხლა რა მოტოზე ჩამხუts გარეშე ხარ ვიდეო? არა. არა. მარა რაღაცნაირი ჩამხუტიჯდა რა. არა, მოპედზე ვიჯექი უჩამხუტ ვაღიარეს, მაო შემი შეცდომა არის. უბრალოდ ძალიან უხასიათო კი. და მოპედზე ვიჯექი ჩამხუტს გარეშე ჩიმხანაზე ვარ. უხასიათოდ როცა ხართ ჩამხუტები დაიპარე. და რაღაცნაირად რაღაც ტრიუქს სწავლობდი, გაიგე შენ ხარ. რა მეთქი ხარ. ზიგზაგში ესე რომ გავზრე უფრო მეტ დროს, მაგრამ მოვიგებ მეთქი და უცებ ხლის და ჯერ თავიტვენი და ხელები მერე გავუშვი. რა მოიგე? შრამი. და ღამე ტკივილი. კარგი. შრამიანი ბიჭები გოგოებს მოწონთ. გაუმარჯოს. ეს არის მამუკა, საკმაოდ კარგი იუთუბერია, კარგი ბიჭია რა, კარგი ახალგაზრდაა და გამოიწერეთ პირველ რიგში მამუკას არხი. ძალიან ბევრ და საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ეს ადამიანი რა. სულ გადაღების პროცესშია, საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს ეს ყველაფერი და დასაფასებელია. დაუფასოთ ამ კაცს შრომა რა. დღეს არის moto dragis პირველი ეტაპი. ხალხმრავლობა იგრძნობა, მაგრამ აღარ არის იმდენი მონაწილე 600-ის გრძელი კლასი ვაფშე ვერ შედგა, გოგოების კლასი ვაფშე ვერ შედგა, აბსოლუტ კლასი ვერ შედგა, ანუ რა ხდება ვერ ხვდები რა. ნუ აქ ტყუილად ყოფნა სოჯობია რომ მონაწილე იყო. უფრო მეტ ადრენალინსაც მიიღებ, უფრო მეტად გაერთობ. ხო, აბა რა. შეიძლება გამოხდება გამოცდილებისთვისაც შეიძლება. ეგ არის, საკმაოდ ბევრი ივენთები იგეგმება, საკმაოდ აქტიურობა მოტოსპორტში და რა ჩავერთოთ რომ განვავითაროთ, უფრო დაინტერესდეს
ყველა რა ხალხი იმით რომ უფრო მეტი რაღაც გაგვიკეთონ არ იფიქრონ ის რომ აი ეს რომ გავაკეთო ხა მონაწილე არ იქნება რა ხო ხდები ეგ ძალიან დაგვატორმუზებს რა ამიტომ მონაწილეები უნდა გამოჩნდეთ ყველგან ყოველთვის რა მოცდილება რაშიც არ მაქვს იმაში ვცდილობ ხოლმე რომ გავიდე პროსტა იმიტომ რომ ინტერესი გავზარდო უფრო რა სფეროს მიმართ და ნუ პასიურობთ რითი ხარ ერთ-ერთი თუ არ გრძელბაზაში გამოდივარ 1000-ში რავი თუ რამე შეძლებ გამიხარდება და თუ არა და რაც იქნება ეგ იქნება რა არ გამიტყდება რო წავაგო ვაფშე პირიქით მივესალმებით ჩავიხუტები იმ ბიჭებს ვინც მომიგებენ რა ანუ აქ მოსაგებად არ უნდა გამოხვიდე აქ უნდა გამოხვიდე გასართობად ურთიერთობისთვის ადამიანებთან რა ეხლა თორე ის რომ ანუ თუ არ გამოვედის მაგრამ ვერც იმას გავიგებ მოვიგებ თუ წავაგებ და ორ შეჯიბრი მოვიგე წინაზე ხო ნახე საერთოდ არ მეგონა რომ იქ მოვიგებდი ეხლა მე მაგალითად ადვენჩერის ტრასაზე გამოსილება არ მქონია ის მოტო მაღაზიიდან წამომყვან და მეორე დღე შეჯიბრზე მივედი და მოვიგეს მაგრამ შეჯიბრი რო არ გამოსულიყავი ვერაფერს ვერ გავაკეთე ძალიან მაგარი გამოცდილება მომცა და აწის ვუაპირებ რომ ასეთ კატეგორიებში ვიყო ჩართული რა გამოიწერეთ ნიკას გამოიწერეთ მოტოჰოლიკი ძირითადად ყველაზე სანდო განხილვები აქვს ამ ადამიანს ხო უბრალოდ განხილვებია მოტოსი და ესე დრაგის ჯიმხარის რაღაცა პატარ-პატარა ეპიზოდებსაც ვდებ ხოლმე რა როცა ტარდება ან მონაწილეობას ვიღებ თან რაღაცას ეგენის არის ხოლმე მოკლედ მოტოს სფეროს გარშემო თუ რამე ტრიალებს და არსებობს გამოიწერეთ რომ არ გამოგჩეთ რაღაც იახლეები რაღაცა ვიდეოს მამუკა დადებს რაღაცა ვიდეოს მე დადებ რაღაცას ნილუ დადებს რაღაცას სხვა დადებს და ესე რა იქნებით მრავალ ფეროვნებაში მეტი რა გინდათ ფუფუნებაში გამყოფებთ რესპექტი ყველას ვინც ცდილობს აი ამ ყველაფრის განვითარებას აი ამ კაცსაც ძალიან დიდი რესპექტი აი ამ ბავშვებსაც ძალიან დიდი რესპექტი რო აქ არიან და ესენი გვაჯობებენ რო გაიზრდებიან დარწმუნებული ვარ ბევრად და ის ბავშვები კიდევ ჰასკი ფოტოპარკში რო დაფრინავენ ესენი ვინ არიან შემოიპარნენ ეს ხდება ჩემპიონი გამოდიხარ მოკლე 1000-ში გამოდის ჩემპიონი დრაგზე გამოდის ბიჭო ეს კაცი როგორი მოლოდინებით რავი კაი რა რა ბაიკით გამოდიხარ ეს 1000-ით წარმატებებს გისურვებთ მადლობა გნახავთ იმედია ზევით პოდიუმზე იმედია ტრადიციას არ დავარღვევ და წელსაც პოდიუმზე ავალ წარმატებებს გისურვებთ ნიკესას სიტყვა გვახსოვს ყველას ვინც უყავით გალაზე ვიტრიბაჩე და მეთქი თუ პირველ ადგილზე არ გავალთქო მოტოსპორტ შევეშვებით ხო და გავედი გილოცო პროვიზორების კლასი მოვიგე თან მე მგონი რომ ძალიან დიდი სხვაობით მოიგე ყველა გასვლაზე რავი აქიდან რო გიყო 300 მეტრიანია სულ და ნახევარზე იყავი ხოლმე უკვე გასული ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი ხო შარშანდელი ჩემპიონი რებელ 1100 რაღაცა ერთი ფოლსტარტის გამო და მე მგონი სიჩქარე გამაზა 750-იან შადოუსთან გამოვარ და თუ სწორად მახსოვს რა ყველაზე ძალიან მაგასთან მაინტერესებდა მაგრამ გუშინდელი კვალიფიკაციის შედეგებითაც დროში მაგვიც ვჭობდი ასე რომ ჯერჯერობით პირველზე ვარ და მოუწოდებ ყველას ვისაც აი ესეთი მამალი კრუიზერები ყავთ მეორე მესამე ეტაპზე გამოდით რომ ცოტა სანახაობრივი ჭიდაობა გამოგვივიდეს რა ანუ რაღაც ერთ საფეხურით ზევით აწიე უკვე კონკურენცია და უკვე ვიღაცები უნდა გამოყვნენ რა სამი თვე ვეჯექი ამ მოტოციკლის კონკრეტულად ამას რომ აუქციონზე მომეგო რომ ამით მინდა და დრაგზე გამოსვლა რა და ეგ მიზანით შევასრულებ როცა მივახციე და ეხა მეორეც ჭიჭეკ რა არის მაგდებენ და რო არ გამაგდონ ამით იგიტო რაც ვარ უთხარი დამიცავი მე და ვერ მიცავ საჯებისგან ვერ მიცავ აი როგორც იქნა შევძელით ჩვენ ყველა მერთად რომ ესეთი ძალიან მაგარი აპარატურა გვეყიდა მადლობა მინდა სპორტის სამინისტროს გადაუხადო და FIX საერთაშორისო ფედერაციას რომ მაგორი ორგანიზაციის სახელმწიფო ორგანიზაციის და საერთაშორისო ფედერაციის ხარდაჭერით მოხდა აი ამ სისტემის ყიდვა ეს არის ჩემპიონატები იმართება ამ აპარატურით პორტატრი ამერიკა-კავკასიაში არავის არ აქვს არ აქვს მნიშვნელობა ეს მანქანა მოტოციკლის დრაგი ჩვენ მზად ვართ რომ მანქანებსაც მოვემსახუროთ იმიტომ რომ ალბათ შეამჩნევი მამუკა შენს რომ თვითონ ბიჭებს როგორ მოუწიათ ფსიქოლოგიურად გადაწყობა იმ სისტემაზე, რასაც ქვია საერთაშორისო სტანდარტების სისტემა, იმიტომ რომ ამ სისტემას ძალიან ბევრი რეჟიმები აქვს. ქართველი ბოლელი, ვინც წავა საერთაშორისო შეჯიბრში, იქ უკვე იქნება ის რომ მისთვის ნაცნობი იქნება ეს ყველაფერი. არ იქნება ეს ყველაფერი რაღაცა უცხო და ძალიან მიხარია რომ ჩვენ ყველამ ეს ერთად შევძელით, იმიტომ რომ აქ მარტო ფინანსებიც არ არის, აქ არის სურვილი, განწყობა, დრო, მე
ეთი 4 კვირა დაგვჭირდა ტრეინინგის გავლა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სოფტი არის ეს. ეხლა ვიღაცა აქ შეიძლება მარტო შუქნიშას ხედავს, მაგრამ საკმაოდ დიდი სოფტია და მაღალი დონის შეჯიბრებების ჩატარებას უკვე უმკლავდებით. ეხლა უკვე ვიზრუნებთ ცოტა მეძე, უფრო გარე ვიზუალზე, უფრო მეტად მარკეტინგზე. თავარია რომ შეჯიბრი საკმაოდ სამართლია და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მიზანი არის ფედერაციაში ყოფნის დროს მე მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. გიორგი ჩიკოვანი და შამპიონი შენ ფეხი მისვალოს და ერთ-ერთი საერთოდ